მაშასე და კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო აკორდი, რომლის გარეშეც არ შეიძლებოდა დღევანდელი საღამო, ნანამ დაიწყო მუსიკისა და ბავშვის შედარება ერთმანეთთან, ამით დაიწყო დღევანდელი ჩვენი შეხვედრა და მისთვის მართლა ყველაზე საყვარელი ადამიანები, პატარა ადამიანები არიან, ბავშვები არიან, ამიტომ ვთხოვამ დააპრანჭულ ულამაზეს გოგონებს სწრაფად მოგბრძანდნენ სცენაზე. აბა როგორ გითხარით, ღიმილით, აი ასე, ოჩა. ერთი წუთი. ხატულა გაზაფხული ჩემს სარკმელთან ზღაპარს ყვება გრძნობ მეწვევა სიხარული და რას დროს დასრულდება მზეს გავატან ყველა სითბოს მზეს ხივება და მღერდება მეფერება ქარი თითქოს მეფერება მირთვება ფერებად ნუში ბავშვობანას მგერებს გავს ფილმებს ხლებს ვიხუდებ გულში სიმღერით მიყვებით გზას სიმღერით მიყვებით გზას სიოვამაზია სამნებს ხეივანთან ელოდება თილადოცე ახასვალებს აისისეფერება თვალხატულა გაზაფხული ჩემს სარკმელთან ზღაპარს ყვება გრძნობ მეწვევა სიხარული და რას დასრულდება ირთვება ფერებად ნუში ბავშვობანას მგერებს გავს თბილმერს ხლებს ვიხუდებ გულში სიმღერით მიყვებით გზას სიმღერით მიყვებით გზას თბილმერს ხლებს ვიხუდებ გულში სიმღერით მიყვებით გზას სიმღერით მიყვებით გზას მოგეწონათ ხომ სცენაზე, კარგია სცენაზე თქომა. დიდი მადლობა ბავშვებს. ახლა უნდა მომეხმაროთ ყველანი, ცალკე დარბაზი და ყველა მომღერალი, რომელიც მონაწილეობდა ერთის გარდა დღევანდელ კონცერტში, მინდა მოვიწვიოს სცენაზე. გთხოვთ მობრძანდეთ.
და თქვენთან ერთად მოვიწვიო სცენაზე ადამიანი, რომელიც როგორ ყელავს ამდენი საათია ვერ გეტყვით, რომელიც არის დღევანდელი ამ შემოქმედების ავტორი და კიდევ ერთხელ ვიტყვი უსაზღვროდ შეყვარებული თქვენზე, თავის ქვეყანაზე, თავის ქალაქზე და რაც მთავარია ქართულ სიმღერაზე. გვინდოდა და გვინდა ახლაც რომ ეს საღამო იყოს ნანასთვის სრულიად დაუვიწყარი, ამიტომ მოდით ყველამ ერთად მოვიწვიოთ სცენაზე და კიდევ ერთხელ ვუთხრა დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს, ფიქრობს და რასაც გააკეთებს მომავალში. ნანა იამანიძე. მადლობას გიხდით აქ მობრძანებისათვის. მე დღეს ძალიან მღერავ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ამავე დროს აი ამ დღეს ახლავს ძალიან დიდი სევდაც ჩემი, რადგან ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ვინც მე მყავდა, ეს იყო ჩემი ძმა არჩილი ამანიძე აქ არ არის და ვერ ესწრება და ვერ უყურებს ჩემს აი ამ დღეს და პირველი ჩემი ალბომი, რომელიც მე გამოვეცი, სწორედ მის ხსოვნას მეუძღვენი და ამიტომ ყველა დღე, ყველა სიმღერა, ყველაფერი ეძღვნება ჩემს ძმას და მის ხსოვნას. მე მინდა ხა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ. ასე ადვილი არ არის ასეთი დიდი საღამოს გაკეთება, მაგრამ აი ამ საღამოს იდეა, რომ ცოტა დიდ მასშტაბებში გაკეთებულიყო, მომაწოდა ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ქალბატონმა მარიკა კვალიაშვილმა. დავგეგმეთ ეს საღამო, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთვა აი ამ საღამოს ორგანიზებაში და მე მინდა უპირველეს ყოვლისა მადლობა გადაუხადო ჩვენი ქალაქის მერს ბატონ იოსებ ხახალეიშვილს ძალიან დიდი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს ძალიან საყვარელ ირაკლი შენგელიას, რომელიც ყოველთვის სულ ჩემს გვერდით არის და მართალია ძალიან დავღალე ეს ახალგაზრდა, მაგრამ უარს არ მეუბნება არაფერზე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მადლობა ელეონორა გოგოლაშვილს, ჩემს ასევე საყვარელ ელეონორას, ანარევიშვილს, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთაც უნდა უთხრა მადლობა და რა თქმა უნდა, ჩემს ძვირფას მეგობრებს, რომლებიც დღეს აქ არიან. და მადლობა ამ ჩემი მოგზაურებული შემოქმედების ასეთი ლამაზად წარმოჩენისათვის და მადლობა ჩემს ნუკრი კარგაძეს, რომლის ტექსტებზეც დავიწყე მე აი ამ სიმღერების შექმნა. რა თქმა უნდა, ჩემს საყვარელ ქალბატონ ნანა ცინცაძეს უდიდესი მადლობა და ჩემი ყველა სიმღერის არანჟირების ავტორს, ჩემს ძვირფას ერეკლე დიდიას, რომელმაც იცის რა უნდა გააკეთოს ჩემი თქმის გარეშე, მხოლოდ მელოდიას მოისმენს და უკვე იცის როგორ გააკეთოს. და რა თქმა უნდა, ჩემი უსაყვარლესი მეგობრები, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აქ არიან ჩემს გვერდით და არ შემიძლია არ ვთქვა განსაკუთრებული მადლობა ადამიანს არ უთხრა, რომელმაც ჩემი სიმღერა რაღაც სხვაგვარ საფეხურზე აიყვანა და მე მეგონა რომ ის იყო ძალიან ჩვეულებრივი სიმღერა, მაგრამ გახადა არაჩვეულებრივად და ეს არის ჩემი ძვირფასი ლაშა-ფლონტი და მადლობა აქედან დაიწყო და რა თქმა უნდა ყველას აი აქ ვინც არიან ესენი ჩემი ბექა ყველა ნანა
ჩემი ისა დათო რა თქმა უნდა არავინ არ მინდა რომ გამომრჩეს, იმიტომ რომ ჩემი ეკა, ჩემი ნინო, რა ვიცი და ანუკი და გელა და რა თქმა უნდა გიგა ერთად ახათ არ მინდა გამომრჩეთ, იმიტომ რომ მინდა რომ ყველას მოგეფეროთ, მოგესიყვარულოთ, გადაგიხადოთ. უდიდესი მადლობა, რა თქმა უნდა, ჩემი ნია ბახტაძე, რომელთანაც ერთად 20 წელია ძალიან ბევრი საღამო გაკეთებულა და მადლობა მას ამისთვის. არავინ გამომრჩეს და ჩემი მაია დათუნაშვილი, რომელიც ესე რომელმაც ესე წაიყვანა ეს საღამო რაღაც სხვაგვარად სრულიად თითქოს ყველაფერი ექსპრომტად იყო გაკეთებული და მადლობა ყველას და მადლობა ჩემს ქალაქს, ჩემს თანაქალაქელებს. ეს საღამო ჯერ კიდევ 8 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, იცით თქვენ, მაგრამ შექმნილი აი მძიმე დღეების გამო გადაიდო და აი ეს ბილეთები არავის არ დაუბრუნებია და აი ამ სიყვარულისთვის გიხდით მე თქვენ ძალიან დიდ მადლობას. აი ამ ესეთი დიდი რაღაცისთვის, რისთვისაც მიერთგულეთ მე თქვენ და მადლობა და ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ჩემი ქალაქის მიყვარს ჩემი ქალაქი, არ გავცვლი არასდროს არაფერზე. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ეხლა მინდა ქალბატონი მარიკო ჩემთვის უძვირფასესი ქალბატონი, რომელიც აქ ჩემთვის ჩამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მის ყოველ სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ადამიანია, ალბათ ის ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ძალიან ბევრ რამეს უჯერებ და საერთოდ მე დაუჯერებელი ადამიანი ვარ და ამიტომ მადლობა მას ყველაფრისთვის და ქალბატონი მარიკო იქნებ გითხრათ 2 სიტყვა. გესმით ჩემი. მადლობა დიდ. ლევანი დაგავიწყდეთ. ყველაზე მთავარი ადამიანი, რომელიც იმიტომ რომ ვერ დავინახი, აქ სად არის ეხლა? დამალულია. გადახარ ხო? ადამიანი, რომელიც ჩემთვის არის რაღაც სასწაული. ადამიანი, რომელმაც რამდენჯერ უნდა გამომიყვანოს შექმნილი ძიმე სიტუაციებიდან არ ვიცი. მადლობა მას ამ ყველაფრისათვის. დღევანდელი დღის გმირი ლევან ჩხაიძე, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, მადლობა მას იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთა და მადლობა შენ ჩემო საყვარლო. იცის ლევანმა უსიტყვოდ როგორ მიყვარს. მადლობა.